გამარჯობა, თქვენ უყურებთ დოქტორ დეტერმინისტის პოდკასტის მე-11 ეპიზოდს და ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი იქნება ზუკა ზაალიშვილი, კლივლენდის კლინიკის ქართველი რეზიდენტი. სალამი ზუკა. დღეს მინდა პატარა ოვერვიუ გავაკეთო ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის. დღეს მინდა რომ ცოტა რაზე დაგაფიქროთ, იცით, აი ერთი ექიმი ლაშა გოგოხია ყავდა, რომელიც ამერიკაში მუშაობს და გასტროენტეროლოგია და ქართულ და ამერიკულ გასტროენტეროლოგიას შორის რაღაცა განსხვავებებზე ვლაპარაკობდით რა. ექიმური კუთხითაც და პაციენტის კუთხითაც რა. დღეს მინდა რომ თქვენი ყურადღება მივაპყრო აი ახალგაზრდა სამედიცინო სტაფის, რომელიც აი ხვალდაზე უკვე დამოუკიდებელ ექიმობას აიწყებს იქ, სადაც არის. იმედი მაქვს ოდესმე ჩვენს ქვეყანაში ეს რაღაცა გაბნეული ინტელექტი, რომელიც სოფლიოს ბევრ კუთხეში ყავს და რომელიც ძალიან მიამაყება, ძალიან სიამოვნებს. ოდესმე ახაც დაბრუნდება, მაგრამ ეგ სადღეგრძელოა რა, მთავარია რომ პირობები უნდა შეხვდეს და ეხლა მე ზუკა რო ვილაპარაკებ, ნახავთ რომ იძახიან რა ადამიანს რაღაცა ჩამოდით და დაბრუნდე, სად უნდა დაბრუნდე. ამ კითხვას მილიონჯერ დავსვამ რა, მართლა სად უნდა დაბრუნდე. ძალიან დიდი გულისწყევილი დავსვამ ამ კითხვას რა. ხო და ამაზე აი ძალიან კარგად ნახავს აქ ჩვენ სტუდენტებიც და უპროსტაობის წარმომადგენლებიც ნახავენ განსხვავებებს რა. აქ რა ცხოვრება უწევთ და აქ როგორი სამუშაო პირობები აქვს ახალგაზრდა თუ არა ახალგაზრდა ექიმს და ერთ-ერთ სოფლიოს ტოპ კლინიკაში რა, ხა ვინც არის ის კლივლენდის კლინიკა, ამერიკაში და სოფლიოში გამორჩეული ერთ-ერთი კლინიკაა რა, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელია და ზუკას პერსონა შეგიძლიათ დაიმახსოვროთ, ბევრჯერ გაგვახსენდება მომავალში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ კლივლენდის კლინიკაში ამ შემთხვევით გამლელები ვერ ხვდებიან რა, როგორც წესი, ასე რომ მე ძალიან ვამაყობ რომ ზუკასთან ნაცნობობა მაკავშირებს კიდევ უფრო მისი სტუდენტობის ადრეული წლებიდან მოყოლებული რა. ასე რომ კიდევ ერთხელ მოგესალმები და მინდა დავიწყოთ დასაწყისით რა, რომ აი რო წახვედი ამერიკაში და მე გზადაგზა უბრალოდ მომიყევი რა ხდებოდა და როგორ რა და დარწმუნებული ვარ ზუსტად ვიცი ეს ნაკადი და ფლოუ სადაც აგვიღებს, მაგრამ ჯერ დასაწყისიდან დავიწყოთ, რომ ძალიანაც არავირიოთ რა, რომ აი ჩახვედი აქედან იქ რაღაცა USM-ში ჩავა რაღაცა და ჩახვედი ამერიკაში. რა იყო, რას ელოდი, რა დახვდა, როგორ? მიგესალმები შენ მაყურებლებს, ჩაბა და მსმენელებს. პირველად რომ ჩავედი ამერიკაში, საერთოდ სხვა რეალობა დამხვდა იმასთან შედარებით რაც მეგონა და რას გულისხმობ ამაში რომ აქედან იმ დროსაც კი როცა USML-ისთვის ვემზადებოდი და USML-ის გამოცდებს ვაბარებდი, ბევრად უფრო მარტივი მეგონა იქ რეზიდენტად თავის დამკვიდრება, ჩასვლა, ამ საქმეების მოგვარება. და რომ ჩავედი და ეს არ მინდა ისე გაიგოს არც მაყურებელმა და არც შენ რომ მარტო მე გადავხვდა თავს და ვიცი რომ საერთაშორისო სტუდენტებიდან თითქმის ყველა ამ გზას გადის, მაგრამ ჩავედი და ყველაფერი ხდება შენი გასაკეთებელი. ანუ ისე ხდება რომ აი ცხოვრებას იწყებ ახალიდან. და რას გულისხმობ? რა ყველაფერია ბან? აი ზუსტად. ანუ მარტო ჰოსპიტალში დამკვიდრება და იქ აი ამ ორიენტაციის გავლა, სამუშაო ბეჯის აღება, ამაზე არ მაქვს ლაპარაკი. ეს ცალკე რაღაცებია, რასაც თვითონ ჰოსპიტალი უზრუნველყოფს და გეხმარება ამაში. მაგრამ მე ვაბობ საყოფაცხოვრებო ხაზით, აი ყველაფერი შენი ასაწყობია, სახლი შენი მოსაწყობია, საბუთებზე უცხო ქვეყანაში ხარ. არც იცი რა, როგორ გამოიყურება ეს სამომხმარებლო ქცევა არის. ნამდვილად და აი ამ ხვითაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და რას ვადარებდი, იცი? მანამდეც ყოფილვარ ამერიკაში, ოღონდ როგორც გაცვლითი სტუდენტი. და ის გამოცდილება საერთოდ განსხვავდება იმ გამოცდილებისგან, როცა ამერიკაში ჩადიხარ საცხოვრებლად და სასწავლებლად /სამუშაოდ. იმიტომ რომ სტუდენტად რო ჩადიხარ და გივლიან, ბინას ქირაობ, რომელსაც ყველაფერი აქვს, იცი სად მიდიხარ და თან ის მაინდსეტი გაქვს. კი. და თან ის მაინდსეტი გაქვს, რომ ბრუნდები მე საქართველოში და მაინც ამას ელოდები. ნუ სადაც მიდიხარ. და რეზიდენტად რო ჩადიხარ, უკვე ის მაინდსეტი გაქვს, რომ შენ იმ ჰოსპიტალის ან სისტემის თანამშრომელი ხდები და ნუ ესე მარტივი აღარ არის. ყველაზე პირველი სირთულე ხარ რა გახსენდება მაგიდან. ანუ რას გულისხმობ, იცი? დავყოთ ორ ნაწილად რა, სოციალური სირთულეები, უცხო ხარ, შენი სხვანაირი ხასიათი, სხვა უცხო ხარ რა, უცხო სხეული ხარ, ჩადიხარ და სოციალურ ქსოვილში უნდა ჩაეწერო რა. გინდა კლინიკის გარეთ. და მეგობრები უნდა შეიძინო, ან ვერ შეიძინო, ან კონკურენტები ყავდეს, ან არ ყავდეს, მაგრამ მთელი ამბები რა. რა პროფესიული სირთულეები. ჩახვედი და რაღაცა სტუდენტი ხარ, ჭკვიანი სტუდენტი თუნდაც, მაგრამ ეხლა დამოუკიდებლად იმ საქმის კეთებას საერთოდ ახლოსაც კი არა ხარ, რის კეთებას, აგერ ზეგ უკვე იქ გიწევს რა იგრევე.
რომელი აი ორივე სირთულეზე რომ ვლაპარაკავ და შენთვის აი რა იყო ყველაზე უფრო მეტად დამძაბველი თავიდან. ეხლა კიდევ ცოტა უფრო ისე ხარ რა თავისუფლად ვარ, თავიდან რა იყო? ნამდვილად. სულ თავიდან აი ეს სოციალური სირთულეები ბევრად უფრო რთული იყო ჩემთვის, ვიდრე სამედიცინო, ალბათ იმიტომ რომ თავიდან რომ ჩადიხარ, ნუ ყოველ შემთხვევაში ეს გააჩნია, როდის ჩადიხარ რეზიდენტურის დაწყებამდე, დაახლოებით 3 კვირით ადრე ჩავედი მე, მაგრამ პირველი სირთულეები იყო სოციალური და მე მახსოვს აეროპორტიდან ჩავედი ჩემოდნებით და პირდაპირ მივედი ერთ-ერთ ოფისში ჩემთან სამეზობლოში, რომ შემეტანა აპლიკაცია სოციალური უსაფრთხოების ნომერზე. იმიტომ რომ მითხრეს რომ ამას სჭირდება დიდი დრო. და ეგრევე თუ ეს სოციალური უსაფრთხოების ნომერი არ გაქვს, მე რთული არის მაგალითად საკრედიტო ბარათის აღება, სადებიტო ბარათით შეიძლება შეგექმნას პრობლემა ასე შემდეგ. აი ეს მე მახსოვს რომ კი, აი რო წარმოვიდგინე ყველას ჩახად რომანტიკული რაღაცა ჩადიხარ უცხო ქალაქში არეული სეირნო ქუჩაში რა. აი არანაირი. დიხარ კრედიტ რაღაცა, განცხადებას წერ რაღაცა აეროპორტის პირველი ჯახი ბიუროკრატიასთან და ორი ჩემოდნით და ეს მახსენდება კიდე აი მაგალითად მატრასზე წოვა ხო მოაწყობს საფს მატრასი მომიდო პირველი და ნუ აი სახლის მოწყობა სამ ყველაფრის აწყობა სახლი მოწყობს სახლი ხო იქირავე ხო სახლი კი ვიქირავე რომელსაც და ცარიელია ისა ცარიელი გარდა სამზარეულოსი და სველი წერტილის და ჩემი ყველაფერი იყო ჩემი მოსაწყობი კიდე ერთხელ ვამბობ ანუ იმიტომ რომ აქ რო სახს ქირავ ხა ასე ძალიან სიშველი სახლი იშვიათად ხდება როგორც წესი რაღაცა ავეჯი გაქვს რომ დაწვე და რაღაცა იმასთან ყველგან უსწავლად და გამოცდილება არ აქვს ხა რაღაცა 24 წლის აუ და მან რამდენის გიწევს არ აქ რა არის რემონტის კეთება და იქ სად დარიყო თან მაგ დეტალებს ხო წინასწარ ალბათ არავინ არ გეტყვის ახლა სახლის აკირავებელი მატრასის ადიყიდო არ ვიცი ეგ მომყევი მაგას და როგორ ადაპტირდი ძალიან საინტერესო იქნებოდა თავიდან სანამ ჩავიდოდი ამერიკაში რეზიდენტურისთვის მქონდა სია ჩამოწერილი აი მაგალითად Amazon-ზეც მქონდა სია იმ ნივთების რაც მინდოდა რომ მეყიდა იმ სიიდან რაღაცები გამოვიწერე იქ რო ჩავედი რაღაცა ნივთები უკეთესი ვნახე და ისინი გამოვიწერე მაგრამ რისი თქმა მინდა აი შენ აზრს მიუყვები რომ როცა არ გაქვს მით უმეტეს მსგავსი გამოცდილება და აი პირობითად ვამბობ მაგალითად ტელევიზორის მაგიდის აწყობა გიწევს შენ ტელევიზორის ჩამოკიდება გიწევს შენ აი ეს ყველაფერი იყო ძალიან პირველ შეჯახება ცხოვრებას ზუსტად აი ეჯახები ცხოვრებას ეს იყო პირველი სირთულეები და სოციალური სირთულეები და ეს რომ ახსენდება ეხა რომ ახსენდება და რო ვფიქრობ რომ რაც გავაკეთე იმ ბინაში სადაც ვარ ყველაფერი ჩემით გავაკეთე ძალიან დიდი სიამაყე შეიგრძნება მაგ რო აი ეს გავაკეთე სრულიად უცხო ქვეყანაში მე თვითონ და მე თვითონ ამას რო ვამბობ არ მინდა ისე გაიგოს არც მაყურებელმა და არც შენ რომ ყველაფერი მართლა მარტო მე თვითონ გავაკეთე იმიტომ რომ იქ დამხვდნენ ქართველები რომლებიც ძალიან დამეხმარნენ ამ რაღაცეებში და სახლის მოწყობაში და ასე შემდეგ და ძალიან მადლიერი ვარ მაგისთვის და ეს რაც შეეხება სოციალურ სირთულეებს და ეს რო ასე თუ ისე გავიარე პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მე უკვე დაიწყო კი არა და პარალელურად დაიწყო აი სამედიცინო სირთულეები და პირველი რაც იყო ჩემთვის პირადად ეს იყო თვითონ სიტუაციასთან მორგება ესე ვიტყოდი იმიტომ რომ კლივლენდის კლინიკა განსაკუთრებით მთავარი კამპუსი სადაც მე ვარ არის უზარმაზარი მართლა მასშტაბი რო წარმოგვადგენო დაახლოებით ახლა ასე აი რა რამდენი კამპუსია აი როგორ ანა სტრუქტურა რანაირი კლინიკა აი არ მინდა რომ შევწდე ზუსტად რიცხვებში მაგრამ თუ სწორად მახსოვს არის 7 შენობა სამედიცინო ანუ სადაც პაციენტები იყენებენ სერვისს ამაში თვლი როგორც სტაციონარს ისე ამბულატორიას 9 პარკინგის შენობა აი ამ 7 შენობის 9 პარკინგის შენობა და უდიდესი კამპუსია და ეს არის მთავარი კამპუსი როგორ თქვა აი ალბათ კლივლენდის კლინიკის მთავარი კამპუსი იქნება თბილისის ერთი უბანი ხასბა არ ვაჭარბებ და ეს არის კიდე მთავარი კამპუსი და კლივლენდის კლინიკას აქვს სატელიტი ჰოსპიტლები თვითონ ოჰაიო შტატში და თან აქვს ფილიალები ამერიკის სხვა შტატებშიც აი მაგალითად ანუ ბრენდია კლივლენდის კლინიკა რა მარტო კლივლენდში არ არის ზუსტად იმან კი არის ლონდონშიც არის აბუ-დაბიშიც საერთაშორისო ბრენდია
და აი ამ სიტუაციასთან მორგება თავიდან ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ ხო და ხარ ძალიან აქ ჩადიხარ შენი ეგოთი რაღაცა ხარ ჭკვიანი, ძალიან ჭკვიანი რაღაც ქართული სტუდენტი ჩააბარებ წინვალ USM-ს გავაცები და დაპატარავებული ჩადიხარ, საიდანაც უნდა დაიწყო. ვაუ, მერე და როგორ თქვა ძალიან თვალის ამხელი გამოცდილებაა, იმიტომ რომ ესეთ დიდ აკადემიურ ცენტრში რომ შედიხარ, ხვდები რომ შენ გარშემო მუშაობს ძალიან ბევრი, ძალიან ჭკვიანი ადამიანი. არა მხოლოდ დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი, უბრალოდ მართლა ძალიან ჭკვიანი გამორჩეული. კი. და მე უკვე ფიქში წებს იმაზე, აი როგორ მოერგო იმ სიტუაციას იმ თვალსაზრისით, რომ რაც კოლეგიალური იყო, იქაურ კულტურას სწავლობ, აი ურთიერთობას, მაგალითად, ხო, აი როგორ თქვა, სტაციონარში როცა ვარ, აი ფლორებს რასაც ვეძახით, ხო, აი მე თუ ვარ შემოვლები ზუსტად. აი შემოვლებზე თუ ვარ და მე ვარ თავარი გუნდის წევრი, ძირითადად ესეა ხოლმე, ანუ internal medicine, შინაგანი მედიცინის გუნდის წევრი თუ ვარ, აი კონსულტანტ სპეციალისტებს როგორ ელაპარაკო, როგორ დაუკავშირდე, ხო, აი ფეიჯი უნდა გაუგზავნო. მაგას შენ თვითონ სწავლობ ამას, აი უყურებ შენ უფროს რეზიდენტებს და ამას სწავლობ. დიდი სირთულე იყო კიდევ ელექტრონულ სისტემასთან შეჩვევა. ეხლა Cleveland-ის კლინიკა იყენებს Epic-ს. და ბევრი სხვადასხვა ელექტრონული სისტემა არსებობს, რაშიც მუშაობენ, აი მაგალითად Cerner-ი არის, ბევრია მართლა, მაგრამ Epic-ი ყველაზე დიდი სისტემაა და აქ ეხლა მე არ მიმუშავია არასდროს ელექტრონულ სისტემაში. ესე და თან უმეტეს მაგას თავისი სპეციფიკა აქვს, აი თვითონ ნოუთების წერას, რაღაც ნიმუშებს ამ ნოუთების და ასე შემდეგ. ამ მაგასთან შეჩვევასაც დრო დასჭირდა. დრო დასჭირდა იმას, რომ გამხდარიყავი სწრაფი აი ამ ელექტრონულ სისტემაში. და არ დამიხარჯა დიდი დრო ერთი პაციენტის. სისწრაფე ძალიან გაწოვა მაგ იმაში. აი მე ყველაზე მეტად ამერიკაზე რო ვფიქრობ, მაგის მეშინია ხოლმე, რომ აი ეს სუცაიტნოტი, რაც აი ამერიკული ესთეტიკა ჩემთვის მაგასთან ასოცირდება, ყველაფერში მარტო მეცინა არა, რისერჩიც, არა სამედიცინო სფეროებში, რომ სუ ამოთახ შევიდა, ის წავიდა, გავიდა რაღაცა, ანუ არ სჭერდება სიკვდილამდე რა და გამომშავს ფულს, მაგრამ აი არ სჭერდება და ამიტომ არ იყო ჩემს არასდროს მიმზიდველი American Dream-ი არ მქონია არასდროს რა, იმიტომ რომ აი ეგ დაფიქრების რაღაც მგონია რომ გაჩერდი და ცოტა დაფიქრდი რამეზე რა ხდება, დიდარი ხარ გავიგე, მაგრამ რატო ხარ დიდარი რაღაცა, აი ეგ ცოტა მაკლდა ყოველთვის ამერიკულ იმაში რა და ეგ მაგის მეშინოდა ხოლმე ყოველთვის რა და ეგ სისწრაფეს გძნობ ხოლმე მაგ იმაზე, ძალიან გთუნავს ეგთან აქედან ჩასული ცოტა დინჯად ნელა რაღაცა თავიდან ძალიან თრგუნავდა, აი ძალიან. მაგრამ ეხა იმდენად შევეჩვიე, აი იმ ტემპს, რა ტემპითაც განვიხილავთ პაციენტებს, ვნახულობთ მათ ჩარტებს, რომ დიდად აღარ აქვს ჩემზე გავლენა. თუმცა აი გეთანხმები, რომ ყოველ შემთხვევაში იმ სივრცეში, სადაც მე ვმუშაობ და დარწმუნებული ვარ, რომ დიდ აკადემიურ ცენტრებშიც და ასევე პატარა ცენტრებშიც სისწრაფე ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ბევრ პაციენტს ნახულობ. აი ვილაპარაკოთ მაგალითად რეზიდენტების ამბულატორიულ კლინიკას. ხო, რა საინტერესო. კი, აი შინაგანი მედიცინის რეზიდენტების ამბულატორიული კლინიკა, სადაც ნახულობ პაციენტებს ყველაზე ხშირი ჩივილებით, მაგალითად პაციენტი, რომელსაც აქვს უკონტროლო წნევა, უკონტროლო დიაბეტი. განუმარტოთ არა სამედიცინო მაყურებელს, ანუ ამბობთ ჩაწერილი პაციენტი ვინც მოდის, ხო? ვინც დაზღვა მორჩია, რომ მედი შენ კლინიკაში თავის ტკივილი გამოიკვლიე სიტყვას. მაგას. თავის ფეხით მოვიდა. თავისი ფეხით. აუ, თავის ფეხით ზუკა ზალიშვილთან კი არ მოვიდა, მივიდა კლინიკაში და იცის რომ ვიღაცა εκεί დახვდება. კი. ვინმე გაუწევს მომსახურებას. ეს ვინმე ხა პროფესორთან მივიდა თუ რეზიდენტად რაღაცას არის. ეგ მომენტია ძალიან მნიშვნელოვანია, ეგ პაციენტი შეიძლება უბრალოდ აი პირველი მართლა თვალში ეგ ხვდება უცხოეთში რომ მიდიხარ, რომ გენიალურ ექიმთან შეიძლება იჯდეს პაციენტი და ასზე არ არის რა, იმიტომ რომ დღეს ეს ხვდება, ხვალ რაღაცა მისი რეზიდენტი დახვდება, ზე ეგ ვიღაც პოზ და ვიღაცები ჩაუტარებენ კონსულტაციებს და იმდენად ენდობა ინსტიტუციას და ეგ კარგია. ანუ ეგ არის რა, პიროვნებაზე რაღაცეების ჩამოკიდება, ის პიროვნება შეიძლება ბევრი პრობლემა შეექმნას, რა გზადაგზა და არ ამყარია. ის Cleveland-ის კლინიკაში რომ მიდისვია რა, იცის რომ იქ ზუკა დახვდება თუ ჯაბა თუ ვიღაცა დოქტორ ჯონი, ხო? ერთი და იგივეს ეთქვის იმას, ერთი და იგივეს, რომ ის სხვანაირია, სხვანაირი განსხვავდება ადამიანებით, თორე სათქმელი თვითონ იყნება ერთი და იგივე. განაგზე ახლა გისმერა, ეს მითხა მაყურებლისთვის მეთქვა უბრალოდ რა. ზუსტად ესეა, აბსოლუტურად გეთანხმები, რომ განსაკუთრებით ასეთ დიდ აკადემიური ცენტრების მიმართ პაციენტებს აქვს ძალიან დიდი ნდობა. და შესაბამისად ჩვენთანაც სტანდარტი
ძალიან მაღალია იმისა თუ როგორ ნახულობ პაციენტს და აი რას გულისხმობს ისტრაფედან დავიწყეთ ხო ამაზე ლაპარაკი. აი ჩვენთან მაგალითად ესეთი სისტემაა. აი პაციენტი უბრალოდ რეზიდენტი როცა ნახულობს პაციენტებს ნახევარი დღის განმავლობაში 8-დან 12-მდე მაგალითად პირველი წლის რეზიდენტი ნახულობს 2-3 პაციენტს. მესამე წლის რეზიდენტი ნახულობს 6 პაციენტს. ანუ დღეში მესამე წლის რეზიდენტს შეუძლია ნახოს 12 პაციენტი. 8-დან 5-მდე. თითო სულ outpatient გულისხმობ? სულ outpatient. ეხლა ვაპარაკობ მთლიანად outpatient-ზე და მთლიანად ამბულატორიულ მხარეზე. და როგორ ხდება ეს, რომ როცა პაციენტს ნახულობს რეზიდენტი, ეს რეზიდენტი ვალდებულია, რომ პაციენტის ნახვის შემდეგ გავიდეს და მთავარი ექიმი ვინც არის, იმას დაელაპარაკოს ამ პაციენტზე და განიხილოს ამ პაციენტის ჩივილი და გეგმა. პაციენტი ისევ ზის ოთახში. ზის და ყველაზე უნდა უპატაკოს რა არჩიოს ექიმთან. კი, და ჩვენთან მაგალითად კლინიკის კლინიკაში მთავარი ექიმი, ზედამხედველი ექიმი ვალდებულია, რომ ნახოს ფიზიკურად ნახოს ყველა ის პაციენტი, რომელიც ნახა პირველი წლის რეზიდენტმა. სანდაობისთვის რა. კი, მაგრამ მეც აქ ვარ, გამარჯობა. ზუსტად. მაგრამ მთავარი ექიმი არ არის ვალდებული, რომ ნახოს ყველა პაციენტი, რომელსაც ნახულობს მეორე და მესამე წლის რეზიდენტი. დობა მეტი აქვს უფრო. ანუ შენც რო იყავი, შენის გაიხსენე რა, პირველი outpatient კონსულტაციები რა, როგორი იყო რა? კი. რაზე იყავი დაძაბული? ანუ ახლა უცხო იქ ორ მოქალაქეს რო შეხვდე, იმათაც იცისთან რომ ჩასდო იმაზე არ ჩამოსული ხარ, ვინა ხარ, რაღაცა მაგეთ რაღაცეებიც იციან, ხო? ბეჯზე გაწერია ყველაფერი. კი, ყველანაირი ხალხი გვხდება და ჩემ ბეჯზეც როცა კითხულობენ ჩემ სახელს, ხო, რა ვიხარ ხო არ ეკითხვა. კი, რა საიდან ხარ, რა ეროვნების ხარ და სხვათა შორის მაგაზე ბევრი სასაცილო ისტორია მაქვს, იმიტომ რომ აქამდე ყოველთვის ჯორჯია. ჩემს ვაცნობდი რომ I'm from Georgia. თბილისი და უთხრა რა აზრია რა აქ. ან უნდა უთხრა რომ ხარ I'm from the country of Georgia, რომ გაიგონ რომ ხარ საქართველოს როგორც ქვეყნიდან და არა შტატიდან, ჯორჯიიდან და ყველანაირი ხალხი გვხდება მართლა ადამიანები, რომლებსაც ეს აინტერესებთ ან არ აინტერესებთ. ჩემთვის ყველაზე სტრესული ალბათ იყო როგორ დროის მართვა ამბულატორიაში. აი და ძალიან, აი რას გულისხმობ? რეზიდენტს და როგორ თქვა, ნაცნობი პაციენტისთვის ჩვენთან ეძლევა 20 წუთი. და განმეორებით ვიზიტზე თუ არა, ხო? განმეორებით ვიზიტზე. თქვენ აღრიცხვაზე უკვე იცით ვისაუბრეთ. და ახალი პაციენტისთვის ეძლევა 40 წუთი. ხანო, და ან პატარა დრო არ ჩანს არც 40 წუთი, მაგრამ თან იქვე ხო არ უწერ დოკუმენტაციას? იქვე უწერ დოკუმენტაციას. იქვე აძლევ დოკუმენტაციას, მე არ უგზავნი პოსტაზე. ოკეი. მე იქვე აძლევ აი ამ დოკუმენტაციას. და მაშინ არაცოთი ისეთია რა. ნორმალური. გააჩნია პაციენტთან თუ გაითვალისწინო კლინიკის კლინიკაში ალბათ რა ხანტო კლინიკა რთული პაციენტი იყო მასე განაწილებული. ნამდვილად არ მინდა რომ ტრაბახად ჩამეთვალოს ეს, მაგრამ კლინიკის კლინიკაში თან თავარ კამპუსში მით უმეტეს მართლა ხდებიან პაციენტები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ შემოვლილი აი მსოფლიო რა. ყავს პაციენტები, რომლებიც მოდიან შტატებიდან, ან სხვა შტატიდან მოდიან თავარ კამპუსში იმისთვის, რომ აი ამ მაგალითად სანამ ჩამოვიდოდი ერთ-ერთი პაციენტი იყო ჩამოსული კალიფორნიიდან და თქვა, რომ იქ რაღაცა კონკრეტულ ჩივილზე მკურნალობდა, ვერაფერი ვერ დაუდგინა, ჩამოვიდა აქ მატარებლით იმისთვის, რომ კლინიკის კლინიკაში გაეარა ისევ თავიდან ეს გამოკვლევა მთლიანად. მაშინ 40 წუთი არც ისე ბევრია რა, როგორ ჩანს, იმიტომ რომ აქ რომ ასეთი პაციენტი გვხვდება, ხა აქ მუშაობ იმ ტემპში როგორც მუშაობ, იმიტომ რომ უმეტესობა პაციენტს არ ჭირდება მაგდონის მედიცინა რა, არის უმეტესობა პაციენტი ოჯახის ექიმის პაციენტი, რომელიც მაგალითად მე მყავს აქ ამბულატორიაში, მაგრამ ასეთი პაციენტი რო გყავს, აი როცა არის ძალიან რთული 20 წლის რაღაცა კრონის დაავადების ისტორია, იქ მარტო ლაპარაკი 1 საათი, 2 საათი, ისა შეიძლება გავიდეს იმ ანალიზებს და შეიძლება ვერც მოასწრო და ნახა მთელი დღე კლინიკაში ვარ, წავიდეს და მერე დააწიო რაღაც დოკუმენტი რა. მაშინ 40 წუთი როგორ არ დაიძაბე თავიდან, შენიშვნას გაძლევდი, მაგრამ ვერ ვასწრებ რა. კი, შენიშვნის თავიდან როცა დავიწყე ამბულატორიაში ყოფნა და ის outpatient კლინიკა, შენიშვნა არა, უფრო ალბათ წახალისება იყო, რომ აი შეეცადე რომ შემდეგი პაციენტი უფრო მალე ნახო. მაგრამ ეგ ჩემთვის ძალიან სტრესული იყო, იმიტომ რომ
მეც მიყვარს, ძალიან მიყვარს პაციენტთან ლაპარაკი და პაციენტის გაცნობა პირადად და ლაპარაკი ხო მარტო ინფორმაციის აღება არა, თან თერაპია და მშვიდება პაციენტის. კი, ზუსტად. და თან გინდა რომ მე რაღაც ხანგრძლივი ურთიერთობა შეინარჩუნო, ხო? იმიტომ რომ ჩვენთან ყოველ შემთხვევაში ისეთი სისტემაა, რომ ყოველ მეხუთე კვირას ჩვენ ბრუნდებით რეზიდენტების გულისხმობ ჩვენში, ბრუნდებით იგივე outpatient კლინიკაში. რა მაგარია. ანუ მე პოტენციურად შემილია ერთი და იგივე ადამიანი ვნახო ყოველ მეხუთე კვირას და რაღაც გინდა რომ ურთიერთობა დაამყარა ამ ადამიანთან. და ძალიან მეპარებოდა ამაში დრო, იმიტომ რომ ამ წუთში უნდა მოასწრო თან წერა, დოკუმენტაციის წერა, თან ლაპარაკი და კონდეს თვალის კონტაქტი, თან მე გასინჯო და მე საბოლოოდ გეგმაზე ლაპარაკი. წახვიდე და ელაპარაკო მე მთავარ ექიმს, ამისთვის შეიძლება სადღაც 10 წუთი და 9 საათში პაციენტი უნდა იყოს მორჩენილი. მთლიან ვიზიტს. მან შენ ეს უნდა გქონდეს გარჩეული მთავარ ექიმთანაც, ზედამ ხედავ. რაც უფრო ცოტა გამოცდილება მოიკრიფე, ეხლა ხარ მე 3 წლის რეზიდენტი. ეხლა გაქვს ანუ outpatient 6 პაციენტი როგორც თქვი, მასე გაძლევ. ეხლა დროის ამბავი უკვე ძალიან იმას ქენი, ძალიან დახვეწე, რომ ზუსტად ეტევი დროში. ბევრად უფრო კომფორტულად ვარ. ზუსტად ვერ ვეტევი დროში ყველა პაციენტთან და შენი თქმის არ იყოს გააჩნია პაციენტის ისტორიას. კი, პაციენტის ისტორიას, რა ჩივილით ან ჩივილებით მოდის, აი ზოგჯერ ხო არის, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ჩივილით მოდის პაციენტი და არ იცის, თვითონ არ იცის საიდან დაიწყოს და შენც არ იცის საიდან დაიწყო. გააჩნია პაციენტს, მაგრამ ბევრად უფრო კომფორტულად ვარ და უმეტეს შემთხვევაში ვიტყვი, რომ აი ამ 6 პაციენტს ვასწრებ. ნახევარ დღეში. ეხლა აღარ გამოწვევს მთავარი ექიმი, ხო? ეხლა ყველა პაციენტზე არა. არის პაციენტები, მაგალითად თუ მთავარი ექიმი ფიქრობს, რომ ეს პაციენტი ძალიან რთულია, კომპლექსურია, ბევრი დიდი სამედიცინო ისტორია აქვს, შეიძლება მაინც შემოვიდეს, მაგრამ არ არის ვალდებული, რომ ჩემი პაციენტი შემოვიდეს, შემოდის ოთახში. და ნახოს პაციენტი, კი. კი, ჩვენთან ანუ ეგ მოსულა, რომ ოთახში მე ვარ პაციენტი, შენ მიტარებ კონსულტაციას და აქ კიდევ უფრო შემოვიდეს შუა კონსულტაციაზე, ისიც ჩაერთოს, მაგეთი ფორმატი არის, პაციენტი არ უცხობს, ცოტა მაგას რაღაცა. ჩვენთან არის როგორი სტრუქტურა იცი, რეზიდენტი რო ელაპარაკება პაციენტს, მე რეზიდენტი გადის, განიხილავს მთლიან კეისს ექიმთან და ექიმი და რეზიდენტი ერთად ბრუნდებიან და უბრალოდ ექიმი უნდა რომ მე ვარ ზედამხედველი ექიმი, მაგეთ ფორმა. კი, და უბრალოდ რეზიდენტი ისევ აგიხსნის, რაც აქამდე გელაპარაკა. ხო, შეიძლება გეგმა შეიცვალოს, ხო? ან თვითონაც შეიძლება ეძახდე, რომ დავუშვათ არ წაგივიდა დიალოგი ისე რაღაცა არ მოგწონს, არ რაღაცა ცოტას ვერ გებულობს, ან ნდობა ვერ მოიპოვე, მაშინაც შეიძლება ეგ წაგეხმაროს, რომ უფრო შეიყვანო. აი რა, კაი ფორმატია რა, ძალიან კაია. და ეს გაძლევს, მაგრამ მოქმედების თავისუფლება გაქვთ, თუნდაც პირველი წლის რეზიდენტს, ხო? იმ პროტოკოლების და წესების და ცოდნის მიხედვით, რაც რითიც კლინიკაში უნდა იხელმძღვანელო, ანუ ასე იგრევე იმას ქენი, აი მაგამ პაციენტამდე, ჩასვლიდან პაციენტამდე, აი რა, ანუ მეორე დღეს მიხვედი პაციენტთან, რამდენი ხანი გავიდა, რა გააკეთე მაგისთვის. ჩასვლიდან სადღაც კვირა ნახევარში ან 2 კვირაში დავიწყე ორიენტაცია. და თავიდან პირველი კვირა, ჩვენი პირველი კვირა ამ რეზიდენტურის იყო ორიენტაცია. გარკვეულ რა განყოფილებებია რა დეპარტამენტში? ზუსტად, ანუ განყოფილებები თვითონ კამპუსს შეგასწავლიან, სად იმუშავებ, როგორ იმუშავებ. გასწავლიან ეპიქში მუშაობას, ან სამედიცინო დატაბეის ელექტრონულ სისტემაში მუშაობას გასწავლიან და ეს ძალიან გეხმარება. მაგრამ მე როცა რეალურ პაციენტებს ხვდები, აანალიზებ, რომ რა ორიენტაციას არ უნდა გაიარო რეალურ ადამიანებთან ურთიერთობა საერთოდ სხვანაირია და ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა ვიდრე უბრალოდ ორიენტაციაზე იჯდე და იქ დროში მოასწრო რაღაცის გაკეთება ელექტრონულ სისტემაში. და მაგას ვამბობ, აი სადღაც ჩასვლიდან 2-3 კვირაში დავიწყე რეზიდენტურა. ჩემი პირველი როტაცია, ასე ვთქვათ, რა უბრალოდ სერვისი იყო კარდიოლოგიის კონსულტაციური სერვისი. რაც ნიშნავს, რომ მე ვიყავი, ანუ კონსულტანტი კარდიოლოგების გუნდში. ვიყავი სტაციონარში, ანუ შემოვლებზე, მაგრამ მე არ ვიყავი მთავარი გუნდის წევრი. მე ვიყავი კარდიოლოგიის კონსულტანტი გუნდის წევრი, ერთ-ერთი რეზიდენტი და აი იქ დავიწყე უკვე ამ ნოუთებზე ფიქრი. და კონსულტაციებს ატარებდი შენ? კი. მართლა? ვატარებდი რას გულისხმობ? ჩვენი ექიმი ვინც იყო ზედამხედველი, ანუ უფროსი რეზიდენტი გაგვინაწილებდა кейსებს, რაც შემოსდიოდათ, ხო? აი მაგალითად პეიჯი, რომ გვინდა რომ ეს პაციენტი ნახოს კარდიოლოგმა, გაგვინაწილებდა აი ამ პაციენტებს. მე ამ პაციენტს ვიხილავდი, ნახავდი, მოვიდოდი, განვიხილავდი
ამ ექიმთან, ზენამხედველო ექიმთან და მე რაღაცა გეგმას ერთად მოვიფიქრებდით. და შენ გქონდა მე პაციენტ და კონტაქტი. ვაუ, ძალიან კაია. რა მაინტერესებს, შენი საქმის აი ცოტა წარმოადგენას ვცდილობ რა, იქ როგორც რეზიდენტისას. Outpatient-ი გავიგე. Outpatient-ს ახლა რა წილი ქონდა შენ საქმიანობაში? Outpatient კლინიკებს პირველი წლის რეზიდენტობაში და მეორე მესამე წლის რეზიდენტობაში. ანუ მოიმატა, ანუ ახლა რაღაცა სულ Outpatient-ში ხარ, სხვა სტრას აკეთებ, ანუ მაინტერესებს. ისევ ვარ inpatient სერვისებზე. თუმცა ნამდვილად არის განსხვავება პროპორციაში თუ რამდენ inpatient და outpatient სერვისს აკეთებ. რეზიდენტურის წლების მიხედვით, რას გულისხმობ? პირველი წლის რეზიდენტები ძირითადად აკეთებენ inpatient სერვისებს. ანუ inpatient სერვისში გულისხმობ აი სტაციონარს ან შემოვლას, რასაც ვეძახით, ხო? აი, როცა შენ ხარ შინაგანი მედიცინის გუნდის წევრი, ხარ მთავარი გუნდის წევრი და ხარ ჰოსპიტალში. და მე ანუ გადადიხარ მეორე კურსზე, მესამე კურსზე და ეს სტაციონარი შენ თითქმის მოლეული გაქვს და ამიტომ უფრო მეტ outpatient სერვისზე ხარ. და outpatient სერვისში მე არ გულისხმობ მხოლოდ ზოგადი მედიცინის outpatient კლინიკას, რასაც ახლა ვილაპარაკეთ. აი გულისხმობ მაგალითად სპეციალისტების კლინიკასაც, აი გამივლია როტაცია კარდიოლოგიის კლინიკაში. გამივლია როტაცია გასტროენტეროლოგიის კლინიკაში, IBD-ის კლინიკაში. ანუ იყავი პირველი მეორე წლიდან, ხო, მეორე მესამე წელს. რაღაცა პერიოდი დაყავი სიტყვა გასტროზე უფრო უკეთ რო გავიგო რა, გასტროს გავჩერდეთ, რომ რაღაც პერიოდი ამ ყველაფერს რომ გინაწილებენ. შენ სურვილზე მან ბევრი აფერი არ არის, ხო? როგორც კლინიკა სადაც ჭირდება და როგორც აქვს გაწერილი რომ რეზიდენტები ამაში გამოვიყენოთ, მასე გინაწილებს რა. და გიშვებს გასტროს fellowship-ი ეგარა, ცოტა როტაციაზე, კი. რამდენი კვირა დაღავი მაგალითად გასტროში? ჩვენთან როტაციები არიან 1 ან 2 კვირიანი. აი მაქსიმუმი გასტროენტეროლოგიის კლინიკაში გადამულად უყოფილა 2 კვირა. მაგრამ რამდენიმეჯერ 2 კვირა? კი, ანუ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყოველ დღე 2 კვირის განმავლობაში. მე წავიდა იმაში კარდიოლოგიაში მე მეკმენე. ვაუ, რა მაგარია. და მას არ გიჭირდა ეს რაღაცა გადართვა იმაზე? პარასკევს კარდიოლოგიური პაციენტები და ორშაბათს კრონის პაციენტი და მე იქი და ორშაბათს რაღაცა კიდევ რაღაცა და არ გაგიჭირდა ეს ამბავი? კი, თავიდან უფრო რთული იყო. აი პირველი წლის დროს უფრო რთული იყო, იმიტომ რომ პირველი წლის რეზიდენტი ასევე პასუხისმგებელია დოკუმენტაციაზე, ან ნოუთების წერაზე. უფროსი რეზიდენტი, ანუ მეორე და მესამე წლის რეზიდენტი ასევე წერს ნოუთებს, მაგრამ იმდენ დოკუმენტაციას არა, რამდენსაც პირველი წლის. და ღამესაც ნაკლებს ათეო, როგორც ხვდები, ხო თუ არა? მეორე და მესამე წლის რეზიდენტი, კი. იმიტომ შემცირდა inpatient-ი, ხო, სწორად გავიგე. ნამდვილად, ან თავიდან იწყებ აი ეს inpatient სერვისები დღითაც ღამისთენება და რაღაცა და მე ნაკლებად. ხო და აი გასტროში რომ შეხედე, აი მაინტერესებს აი პირველად აი მინდა რომ განსაკუთრებით იმ ხალხმა, აი ვინც ქართულ გასტროსთან შეხება აქვს, ნახოს აი გასტრო როგორ კეთდება და IBD მართვა კლივლენდში რა შეიძლება იყოს რა. აი რა შეხედა პირველად აი რა იყო IBD კლინიკაში ხარ და inpatient პაციენტთან რაღაცა შემოვლა გაქვს და რა ტიპის პაციენტია და outpatient კონსულტაცია როგორია და აი ეგ რო აღმიწერო რა ცოტათი რომ ძალიან მაინტერესებს. კიდევ ერთხელ აი კლივლენდის კლინიკაში ძირითადად ხდებიან პაციენტები, რომლებსაც შემოვლილი აქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა ცენტრი და რთული ისტორიით მოდიან როგორც outpatient-ში, ისე inpatient-ში. და მინახავს outpatient-ში IBD-ის მქონე პაციენტები მართლა აი მინახავს პაციენტი მაგალითად 9 ოპერაციით, რომელსაც ჰქონდა 9 ოპერაცია გაკეთებული, ჰქონდა სტენოზი, ჰქონდა რაღაც ფისტულა და შედიხარ და ხვდები რომ ეს IBD სპეციალისტი შეუძლია რომ ესეთი პაციენტი მართოს. პაციენტი რომელიც მაგალითად გამოცდილია სხვადასხვა ბიოლოგიურ აგენტზე და მაგალითად ერთი ვერ შეითავსა ან ვერ და მეორეზე უნდა გადავიდეს ან ბევრი აქ ნაცადი და აი ეხა რავცადოთ. ანუ IBD-ში ეს tertiary ცენტრია, ხო? ექსპერტ ცენტრი არის. ყველაფერში ექსპერტ ცენტრი არ არის, ხო? ალბათ. არა, ყველაფერში არა. მაგრამ IBD ის აქვს რა ბოლო გაჩერება. კი. ნუ ბევრი სხვა კიდევ ბოლო გაჩერება შეიძლება იყოს, მაგრამ კლივლენდი ერთ-ერთი ბოლო გაჩერება. ვაუ, ძალიან მაგარია, მაგრამ მაინტერესებს. მე რა ხდება მაგეთ პაციენტს რა ცოტა მოდი გასტროზე მაქვს უფლება ვიყო ტენდენციური მაგაზე და ჩემი ნება რასაც მინდა ისა გასტროზე შევაჩერებ შენს თხრობას რა ცოტა ხარ. და აი outpatient კონსულტაციების დროს ვისწავლე როგორ აკეთებ
IBD-ის მონიტორინგს მაგალითად და რა კვლევები შეგიძლია რომ ჩაატარო. გარდა არ გულისხმობ კოლონოსკოპიას და სიგმოიდოსკოპიას და ასე შემდეგ, არ გულისხმობ მაგალითად CT ენტეროგრაფიას და რა კვლევები შეგიძლია რომ დაამონიტორინგო ამ ბიოლოგიური აგენტების მიმართ პასუხი თუ აქვს პაციენტს პირობითად. შენ თვითონ აკეთებდი მაგ კვლევას რაღაც ზონეზე, ხო? ანუ მე შემეძლო რომ შემეკვეთა. მაგრამ კეთება ტრენინგი ჯერ მე არ გამიკეთებია კოლონოსკოპია, არ გამიკეთებია არც გასტროსკოპია, დავსწრები ვარ, უბრალოდ ჩვენთან კლივენდის კლინიკაში რეზიდენტებს ხო, რეზიდენტებს ესე არ აკეთებინებენ, ამას აკეთებენ. თავისი ფელოუები აკეთებენ ალბათ, IBD ფელოუები, იმიტომ რომ პაციენტი ცოტაა და ეხა სხვებისთვის არ აფუჭებენ პაციენტს, ვისაც უფრო მეტად ჭირდება, მაგრამ თავის სტაფს აკეთებინებენ. კი, IBD-ის და ზოგადად გასტროენტეროლოგიის ფელოუები აკეთებენ და ექიმები, ანუ ზედამხედველი ექიმები აკეთებენ ამას. დავსწრები ვარ ბევრ კოლონოსკოპიას და ბევრ გასტროსკოპიას. კონსულტაციას ასე გაბარებდნენ, ხო, კონსულტაციას outpatient აკეთებდი ჩაულებრივ. ისევე როგორც აი ზოგადი მედიცინის კლინიკაში წეღანაზეც ვილაპარაკეთ, ისევე შემეძლო გასტროენტეროლოგიის კლინიკაშიც, რომ შევსულიყავი დამოუკიდებლად პაციენტთან, შემევსო მთლიანად შემიკრიბა ანამნეზი, მელაპარაკა მაგალითად გეგმაზე, მე გამოსულიყავი, გამეარა ეს გეგმაზე დამხმარე ექიმთან და ისევ შევსულიყავი. ოკეი, გავიგე. იგივე IBD კლინიკაში. და აი რა ანუ აი მერე flow როგორი იყო ანუ IBD სტაციონარში რა ხდებოდა აქ რა ხდებოდა MDT-ებს თუ ესწრებოდი ეგენი იქნებოდა ძალიან საინტერესო. კი. სტაციონარში გულწრფელად გეტყვი კლივლენდის კლინიკაში არ გვაქვს სპეციალიზებული გასტროენტეროლოგიური სტაციონარი. არც არის საჭირო, ძალიან ცოტაგან არის, არც არის ასე. კი, ნამდვილად, აი მედიცინა სისტემები ძირთად რა. ზუსტად. და მედიცინას შეუძლია მიიღოს გასტროენტეროლოგიური პაციენტი. ხო, ზუსტად ესე ვაკეთებ. 100%. და მაგალითად კლივლენდის კლინიკაში ვისწავლე როგორ მართო სტაციონარში IBD. IBD flare უბრალოდ ანთება, ხო, რომელიც მართლა აქ საერთოდ არ ვიცოდი და ხალხ არც გამივიდა რეზიდენტურა და ამიტომ მართლა ანუ არ ვიცოდი როგორ უნდა მართო ეს inpatient setting-ში. ძალიან საინტერესოა. მანდ და აი საინტერესოა. ორი სიტყვით მომიყავი მაგაზე inpatient IBD-ზე. პაციენტებისთვის მინდა მოყვა, იმიტომ რომ ბევრი IBD პაციენტი უყურებს და გეტყვი რატო მინდა მაგ თემას ხაზი გავუსვათ, ჯერ მოგისმენ და მე იმას ვისმენ. კი. ძალიან საინტერესო იყო inpatient IBD-ის მართვა ღამის მორიგეობებზე განსაკუთრებით. და რატო ვიწყებ ამით, რომ ღამის მორიგეობებზე რეზიდენტებს არ ყავს ზედამხედველი ექიმი, ანუ არის რეზიდენტის გუნდი და ზედამხედველის გარეშე უნდა გააკეთო, უნდა უკურავო ამ პაციენტს. კოლი რაღაცა დარეკვა? შეგიძლია რომ დაურეკო ექიმს, რომელსაც ქვია quarterback ჩვენთან, უბრალოდ ეს ექიმი იმდენად დაკავებულია და იმდენ კოლს იღებს, რომ შენთვის შეიძლება არ ეცოდეს. კითხვა უნდა კონდეს. კი, ზუსტად. და ესე კონსულტაციის page-საც ვერ გააგზავნი ღამის განმავლობაში GI-სთან, ხო, გასტროენტეროლოგთან, იმიტომ რომ გასტროენტეროლოგი call-ზე არ იქნება ღამის განმავლობაში IBD-ის მენეჯმენტისთვის. ეხლა ვიღაცა თუ ისეთი სისხლდენით შემოდის, რომ რეანიმაციაში უნდა გადავიდეს და რა სჭირდება? ხო, აი რა სჭირდება, ან მეორე სიტუაცია იქნება, რომ თუ მაგალითად რეანიმაციაში უნდა გადავიდეს, ანუ ICU-ში, მაგ შემთხვევაში კი არის ვიღაცა გასტროენტეროლოგიის fellow call-ზე, რომელსაც დაურეკავ და გააკეთებს ღამის განმავლობაში კოლონოსკოპიას. მაგალითად, აი ამისთვის შეგიძლია დავუყო. ხო. მაგრამ მენეჯმენტს რა შეეხება, ეს მთლიანად ჩენზეა. ხო, ვაუ. და იქ აი ეს აზარტი, რომ შენ კითხვაც უნდა მოასწრო, მაგალითად up to date უნდა შეხვიდე და ნახო აი როგორ მართო IBD flare inpatient setting-ში და პლუს ეს ყველაფერი ჩაწერო, ან ორდერები შეიყვანო სისტემაში და მე ეს პაციენტამდე უნდა მივიდეს. აი ამის აზარტი ძალიან როგორ თქვა ძალიან მიმზიდველია რა. რაღაცა პირველად ხვდები ხო? მანდაც ახლა ისე არ არის რა, იმიტომ რომ ერთი კვირის წინ საერთოდ სხვა გარემოში იყავი. ეხლა მეორე კვირაში და უცებ რაღაცა იქვე გიწევს რაღაცეების გაწყვეტილების და რაღაცა სწავლა იდეაში. ანუ ისე არ წარმოვიდგინოს ვინმემ რომ დაუშვათ ყველაფერი წინასწარ შეიძლება იცოდე. ასე არა. მაგრამ გაქვს აღჭურვილი, აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია რა, ამიტომ აი ძალიან უკუღმა არის რაღაცეები ჩვენ ქვეყანაში რა. აი სწორად აწყობილი პროტოკოლების, ჩეკლისტების, გაიდლაინების
აი ამ ინსტრუქციების გარეშე მაგეთ მუშაობა შეუძლებელია. და აქ ექიმებს დასცინიან ზოგჯერ პროტოკოლებით და გაიდლაინებით კურნალობ პაციენტს, როცა ეგენი შეგვიძლია იდეა პაციენტის დასაცავად. თორე პაციენტი დაცვა რო არ იყოს და რომ მიუშვა ექიმი თავის ნებას რაღაცები აკეთოს, გინდა ამერიკაში, გინდა იმაში რა ქვია, სამხრეთ აფრიკაში მნიშვნელობა არ აქვს. პაციენტი უფრო მეტ დაზიანდება იდეაში. თორე პროტოკოლი და ჩეკლისტი და მაგეთ მკაცრ პირობებში ჩასმა შეიძლება ვისაც არ სიამოვნო, რა ვიცი, შეიძლება ექიმი იყოს, რაღაცები შეიძლება სიამოვნოს, რომ თვითონ რაღაცა მეტი ჩელენჯი ქონდეს ამ შემდეგ, მაგრამ პაციენტისთვისაა ყველაფერი მაფიქრებული რა. ამიტომ ასეთი უმწიფარი დისკურსი არის ხოლმე ჩვენს ქვეყანაში, რომ აი რაღაცა მე მინახავს ბევრი პაციენტის, ძალიან სამარცხვინო რამეს ვამბობ, რომ ვიღაც ადამიანებს დასცინია, კაი ექიმია, მაგრამ პროტოკოლებით და ჩეკლისტებით და გაიდლაინებით ხელმძღვანელობს მეტი აფერი არის ისა და რავი, პაციენტისთვისაა ეგ რა მოგონილი, თორე ექიმს საერთოდ არ ჭირდება მაგიების ისა რა. პირიქით ექიმი თავს უფრო თავისუფლად იგრძნობს რაღაცა ზედმეტი წინასწარ ძალიან მკაცრად გაწერილი წესების გარეშეც რა. ძალიან ბევრი რამეა შესწავლილი რა ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ ორი სიტყვით ვიტყვი, IBD-ზე რატო გაგაჩერე და რატო მინდა რომ გავაგზავნო, მაგას გეტყვი, რომ სერიოზული პრობლემა გვაქვს ზოგადად ჰოსპიტალური სექტორით რა ჩვენ ქვეყანაში. თუ რამეა ოდნავ განვითარებული სადღაც აი რაღაცა დონის ამბულატორიული მუშაობა, რაც არის ცოტა უფრო იაფიანი მედიცინა. აი მეტნაკლებად კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ჰოსპიტალიზაცია მით უმეტეს IBD პაციენტებთან და მით უმეტეს IBD ქირურგია და პოსტქირურგიის მართვა რა ვიცი, უყურებენ ჩვენი პაციენტები ამას და თავად ჩემგან არ ესწავლებათ სამწუხაროდ, რა სირთულეებში კანკალით მიწევს პაციენტი თბილისში თუ რეგიონში, როცა მიწევს IBD-ს დროს რაღაცა მწვავე, მძიმე კოლიტის. საბედნიეროდ რთული გართულებები ასეთი ხშირი არ არის ეხლა და სტატისტიკურად ხშირი არ იქნება 3 მილიონიან ქვეყანაში, მაგრამ ვისთანაც არის ხო, დაავადების ხო გეშინია ცალკე. მაგრამ აი იმ დომხალის და ქაოსის უფრო გეშინია რა, რაც იქ ხდება რა. ანუ სრული დომხალი. ასე რომ აი ხა რომ IBD inpatient-ში რა ხდებოდა, დაახლოებით რა მოყვები, აი პაციენტებიც და არასამედიცინო სტაფიც ნახავს რა, როცა შიშობ ამ ქართულ ჰოსპიტალურ სექტორზე, აი რა ასე ფუძნება ჩემი შიშები, აი აგერ მოვისმენთ რა. კი. და გეთანხმები მაგაში ეს პირველად მესმის, შენგან მესმის ეს, რომ აი საქართველოში არის სიტუაცია, შეიძლება თქვენ ექიმზე რომ გაიდლაინებით მკურნალობს და შენი თქმის არ იყოს გაიდლაინები არის რაღაც უსაფრთხოების გარანტს ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ცდილობა რომ რაღაც უსაფრთხო მკურნალო პაციენტს და თან ეს გაიდლაინი არ არის ვიღაცის, ანუ ეს არ არის იგივე რაც expert opinion. ზუსტად, აი expert opinion კიდე სხვა არის, ხო? ანუ დიდი გამოცდილების მქონე ექიმი, მაგალითად IBD-ის ექსპერტი რაღაცას იტყვის თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე და ამას დაარქმევ expert opinion, მაგრამ guideline ეგრე არ დგება, ანუ guideline ხო დგება კვლევებიდან გამომდინარე. ანუ ბევრი მილიონი პაციენტის data დაწერილი სხვა სახელი დავარქვათ რამე რაღაცა ფურცელია რაღაცა პროტოკოლი და ცუდაჭრეს რამე სხვა შეჯამება ათასობით პაციენტის მონაცემს ნამდვილად და დიდი კვლევებიდან გამომდინარე მე ადგენენ აი ამ guidelines და რა თქმა უნდა ეხლა ყველა პაციენტს არ მოერგება მაგრამ იმდენი შენი თქმის არ იყოს ანუ იმდენი პაციენტი აი განხილული სანამ guideline-მდე მივარო ვიცით რომ აი ეს იქნება ალბათ ყველაზე უსაფრთხო გზა რომ უმკურნალო პაციენტს. რა მინდა კიდევ ვიცი, მაყურებელი ამაში მიხვდეს, რომ guideline და პროტოკოლი კაცო twins არა უქმებს. პირიქით, twins აძლევს მე რატომ ხარ ხა ხელოვნური ინტელექტის ერაში რო ცხოვრობ, იმიტომ რომ დებილები შეიძლება ჩაანაცვლოს, მაგრამ ჭკვიანი ხალხისთვის იქნება დამხმარე. ხლამ საქმეს. აი რაზეც ფიქრი არაა საჭირო შენი. ნაფიქრი აქვს უკვე მილიონ ჭკვიან ადამიანს და გატესტილია. მოდი იმ ნაფიქრი გაიზიარე და შენი ტვინი და ინტელექტი და შენი გამოცდილება სხვა რამეში დახარჯე რა. ანუ ეგ მაგის ეშინია ხალხს რომ ბევრი აფერისტი შარლატანი იყენებს მაგას რომ ის guideline და მე ჩემი გამოცდილება მაგას თითქოს ტიპობს რაღაცნაირად და ეგ ძალიან ამაზრზენი ისაა რა რიტორიკა, იმიტომ რომ
guideline twins კი არ გიუქმებს კაცო, პირიქით, გითავისუფლებს ძალიან ბევრ ადგილს, შენი კრეატიული ფიქრებისთვის და შენი გამოცდილების და guideline არა დებილი ვითროვად გედა მიყვე და ფურცელი არა თავია, ადამიანის ჯანმრთელობა უნდა გახადო უკეთესი. უსაფახსუხისმგებლოესი საქმეა და ამისთვის ეს twin-ი ჯობია სადაა ყველაფერი პროტოკოლიზებული, სად არის? გასტროენტეროლოგიაში მით უმეტეს უამრავ რამეში გიწევს იმპროვიზაცია ამერიკაშიც და საქართველოში მით უმეტეს და ყველგან, მაგრამ რაც ეხა ნაფიქრია, იმაზე ჰელიკობაქტერიას რა მკურნალობა დაუფინიშნო, მაგაზე მოდი არ იფიქრო შენ და ეხა არ გატესტო მილიარდი ანტიბიოტიკი თავიდან რა, რაც არის დასანიშნი, ის დანიშნე და ეგ twin-ი სხვა რამეში გამოიყენე რა. კი, ნამდვილად ეგრეა. იმიტომ ეს guideline-ები არის უბრალოდ სერვისის სტანდარტიზებისთვის. ხო, რა, მაგალითად ჰელიკობაქტერს როგორც უმკურნალებს გასტროენტეროლოგი კლივნების კლინიკაში ზუსტად იგივენაირად უმკურნალებს შენს საქართველოში პირობითად, ხო? არ ვიცი, მეც ვერ ხვდები მაგ რიტორიკას, მაგრამ guideline-ებით უმკურნალობა ჩემი აზრით ზუსტად იმას ემსახურება, რომ ზიანი არ მიაყენო ვიღაცას. ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პაციენტის data-ზე დგას guideline-ი. მასია და მე გავგზავნოთ IBD inpatient-ში რა ხდებოდა რა როგორი რა დაგამახსოვრდა მეტი ყველაზე მეტი იქიდან. კი, inpatient IBD-ში ალბათ ზოგადად inpatient-ში მაშინ რა განვავრცოთ რა. ერთი რაც მენიშნა შენ ლაპარაკიდან რომ აი თავისუფლების ხარისხი რომ რაღაცა მარტო ხარ რა რთულ კლინიკურ შემთხვევასთან რომელსაც პირველად ხედავ შეიძლება up to date-ში ეხა წაიკითხო რაღაცა საერთოდ რაღაცა რა უყო იმას და კიდევ შიში უფრო დიდი რაღაცა არ იყოს ამაგიერო რაღაცა ეხა ვის უთხრა ის ნამდვილად აი კარგი რამე თქვი ეს ვის უთხრა და ესეც უნდა ვთქვა აქ რა ძალიან მართლა ძალიან მადლიერი ვარ რომ კლივნების კლინიკაში ვარ და ამდენი რესურსი არსებობს და ეხა რას გულისხმობ ღამის მორიგე როცა ვარ და როცა შემოდის პაციენტი მაგალითად სისხლდენით იმიტომ რომ აქვს კრონის ფლეარ ხო რა ანუ მწვავე კრონი ან წყოვანი კოლიტი და აქ სისხლდენა ანუ მე ვიცი რომ მე შემიძლია ყოველთვის დაურეკო ICU-ს ან რეანიმაციას და ვუთხრა რომ აი პაციენტი არის არასტაბილური ანუ ვერ მართავ ამ პაციენტს ჩვეულებრივ ფლორზე ანუ სტაციონარში და მჭირდება საწოლი რეანიმაციაში ყოველთვის შემიძლია მე გავაკეთო ანუ ამისთვის არ არის საჭირო ზედამხედველი დამოუკიდებლად პრაქტიკოსი ექიმი ანუ რეზიდენტს აქვს ამის უფლება შემიძლია გავაკეთო ეს. შემიძლია რომ ღამე მაინც დაურეკო გასტროენტეროლოგიის fellows და ვუთხრა რომ აი მირჩევ რომ მაგალითად ეს პაციენტი გადავიყვანო რეანიმაციაში თუ მაგალითად ფიქრობ რომ შემიძლია გადაუსხა სისხლი დავასტაბილურო დილამდე და დილით შეგვიძლია რომ ან გადავიყვანოთ ან თუ სტაბილურია დარჩეს სტაციონარში. ეს IBD-ს რაც შეეხება აი IBD-ს inpatient IBD-ს workup-ზე ალბათ ბევრად არ დავწრომანდები, იმიტომ რომ ძალიან სტანდარტულია, ხო, ანუ სხვადასხვა ინფექციას გამორიცხავ, იწყებს ძირითადად სტეროიდებით, გააჩნია კიდე რა აქ მანამდე პაციენტს მიღებული და გასტროენტეროლოგის კონსულტანტი გუნდით მე ერთვება დილით აი ამ кейსში და გაძლევს რეკომენდაციებს. მე follow-up-ი როგორ გაქვს ხოლმე ასეთ кейსის თუ მე მარშა ეს кейსი დამთავრდა შენთვის და ან შეხვდები ან არა. როცა სტაციონარში ვარ, ანუ ფლორებზე, აი ამ შემოვლებს, რასაც ვეძახით, და ვარ დღის მორიგე, ეს პაციენტი მაბარია მე სანამ არ გაიწერება. და ამიტომ ყოველდღიურად შემიძლია თვალი ვადევნო ყველა რეკომენდაციას, რასაც მომცემს კონსულტანტი გუნდი. ანუ ჩვენ გულისხმობ მთავარი გუნდი, რასაც გადავწყვეტთ ამ პაციენტისთვის, აი ორდერებს შევიყვანთ და როგორ ხდება, რომ როცა პაციენტი არის სტაციონარში, იმ დროსვე ვნიშნავთ, ყოველ შემთხვევაში ვითხოვთ outpatient follow-ups. აჰა, ეგრევე რა, ზუსტად, რომ აი რომ გაიწერება გაწერის დღეს, კი, გაწერის დღეს პაციენტს კონდეს დანიშნული შეხვედრა ექიმთან, outpatient, გასტროენტეროლოგთან თუ კარდიოლოგთან თუ ვისთანაც საჭირო. მაგხრი ძალიან კოორდინირებულია იქ აი ეს სერვისი. და კარგი, როგორ თქვა, აი continuity of care-ს რასაც ეძახიან. ხო, ესეც ძალიან კარგია და რას განგზობიტობა მართვის რა. კი, ძალიან კარგია, იმიტომ რომ აი ხშირად ყოფილა სტაციონარში მომივლია პაციენტისთვის და ამ შემთხვევაში გასტროენტეროლოგი პაციენტს არ გულისხმობ მაინც და მაინც, ანუ გულისხმობ პაციენტს, რომელსაც შეიძლება ქონოდა კეტოაციდოზი პირობითად, ხო, დიაბეტური. და გაგვიშვია და მე მაგალითად მეორე მესამე კვირას მოსულა ჩემთან.
outpatient residence კლინიკაში და მინახავს ეს პაციენტი და მიმითქვამს რომ მე ხო შენ გიცნობ, აი ჩვენ რაღაც გავიცანთ ერთმანეთი როცა შენ იყავი ჰოსპიტალში და რაღაც იმასაც უცნი ვარ. ძალიან კარგია ეს განგზობითობა. არ გეკარგება და შენთან სენ სამედიცინო ინტერესიც აცხრევ დაგამაყოფილებულია რომ кейსი რაღაც ბოლომდე ნახულობ. ზოგადად ახლა რაზე მინდა იცი ვილაპარაკოთ ახლა ჩვენი საუბრის მეორე ნახევრისკენ რა. ეხლა მინდა ვილაპარაკო ძალიან სამედიცინო ამბებით რო არ დავამძიმო, იმიტომ რომ მარტო ყველა გასტროენტეროლოგი არ მოусმენს ამას. უფრო სოციალურ ასპექტზე რა მან ცხოვრების. მაგალითად იმაზე რომ აი ამერიკა რისთვის შეიძლება უნდოდეს სტუდენტს რა. ზოგ შეიძლება უნდოდეს რავი შემოსავლისთვის. ზოგ შეიძლება რომ იყოს მდიდარი ექიმი. ზოგ უნდა იმისთვის რომ პირველადი და თქვათ პროფესიული ინტერესი ბოლომდე დაიკმაყოფილოს და თავისთავად ნახოს მედიცინაში ბოლომდე, რასაც სხვა ქვეყანაში ვერსად ვერ ნახავს, იმიტომ რომ კლინიკის კლინიკაში მუშაობა ექიმის როლში არის, ნუ აი ექიმობით მიიღებ მაქსიმალურ სიამოვნებას რა, ალბათ ეგ მასე იქნება ხა სხვაგან ალბათ ვერ იმასისამ რა. აი შენთვის რა არის და როგორი ეგ ცხოვრება რა, ხა იმას შეიძლება ვიღაცა მიფიქრა ქართველმა რეზიდენტმა მაგალითად შეიძლება იფიქროს რომ რაღაცა ბუგატით და ფერარით წერდა ბიბის კუჩებს კლივლენდს, მაგრამ ხო რა, თვად მასე შეიძლება არ იყოს რაღაცეები რა და ეგ აი სოციალურ მხარეებიც მინდა რა მოგვიყვე რომ აი სად ვიჭედებიცა და პრობლემა რას ელოდის სხვანაირად, რა მოხდა სხვანაირად და ამავდროულად. კი, ნამდვილად. მე როგორც ვიცი და კიდევ ერთხელ ქართულ რეზიდენტურასთან შეხება არ მქონია, ამიტომ ბევრი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როგორც მე ვიცი, აქ საქართველოში რეზიდენტებს ხელფას არ უხდიან. ანუ როგორც მე ვიცი, იქით იხდიან რეზიდენტები. რაც მართლა წარმოუდგენელია. და ამერიკაში იქიდან დავიწყოთ, რომ რეზიდენტს უხდიან ხელფას. ანუ მაქვს ხელფასი ყოველთვიურად და რაც შეეხება აი ამ სოციალურ ასპექტს ჩაწერის დაწყებამდე ვლაპარაკობდით, რომ რაღაც არსებობს საშუალო, როგორ თქვა, რეინჯი ხო, აი ამ ხელფასის, რომ შეიძლება ხელფასი რეზიდენტს ქონდეს რაღაც წელიწადში 62,000, 63,000 დოლარი. პირობითად ვამბობ ამას. და ეს ძალიან ბევრი ჩანს და ბევრად ჟღერს. მაგრამ როცა ჩადიხარ ამერიკაში, სადაც არ უნდა იყო, მით უმეტეს ისეთ ქალაქებში ან შტატებში, სადაც ცხოვრების ხარისხიც და ასევე ღირებულებაც ძალიან მაღალია, საერთოდ არ არის ეს ძალიან დიდი თანხა და ვერც ბუგატითული მაინც ხო და ხა ბუგატი და ფერარი იქიდა, მაგრამ ზოგადად წარმოგვადგენინა ეგ რეინჯი აი 60-დან 80,000-მდე რეზიდენტის შემოსავალი წლიური მაგალითად ხო აი რას გავს ან რა შეგიძლია ამფულად ან რა როგორი ცხოვრება რა ბინას ქირაობს კი აცახადებს იხდის აი რაღაცა იქ ხო თან ბევრი რაღაცეები გაქვს დასაფინანსებ შენი სწავლისთვის ტრენინგი რა გამოცდები რაღაცეები რა და ნამდვილად ჩემ მაგალითზე მოვყვები სხვებზე რო არ ვილაპარაკო როცა სადღაც 60-დან ალბათ 80,000-მდე ხელფასზე თუ ვილაპარაკებთ გამოდის რომ რეზიდენტს თვეში საშუალოდ აქვს ალბათ 4-5,000 დოლარი წელიწადში თვეში ამ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი ჩემ შემთხვევაში მაგალითად მიდის ქირაში იმიტომ რომ სადაც არ უნდა წახვიდე ამერიკაში სხვა ხარჯებთან შედარებით მაინც ქირა თანხებთან არის დაკავშირებული მათ შორის კლივლენდშიც ქირას რო თავი დავანებოთ მერე გიწევს ზრუნვა ტრანსპორტზე და ალბათ მაყურებლის მანქანაზე ზუსტად და ტრანსპორტი იმიტომ ვთქვი რომ ამერიკაში ბევრ ქალაქში და ბევრ შტატში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის საკმარისად განვითარებული ზოგან საერთოდ არ არის და ამიტომ შეუძლებელია აი ამ შტატებში ან ქალაქებში იცხოვრო მანქანის გარეშე და მანქანას კიდე სჭირდება ცალკე თანხა შეიძლება ლიზინგით გამოიყვანო, განვადებით გამოიყვანო, თუ არ იყიდი მანქანას, თუ იყიდი მანქანას, მე იმ მანქანის შენარჩუნება და სერვისი. ანუ ეს თანხები ცალკე. რა თქმა უნდა, მე მოდის სურსათის თანხა, ხო? რაღაც საჭმელი, სასმელი, რაც გინდა, რო იყიდო და მე უკვე გრჩება რაღაც ნაწილი თანხის, რომელსაც ინახავ მე პირადად ამ თანხას ძირითადად ვინახავ ხოლმე ყოველ შემთხვევაში. პირველი პრიორიტეტი არის აქ ჩამოსასვლელი ბილეთი, მინდა რომ ერთხელ მაინც წელიწადში ჩამოვიდე ხოლმე აქ.
ეგ ძვირი საერთოდ არ მფიქრია ისა ბილეთი არის კლივლენდი და $800,000 პარლებში უნდა გჭირდება. კი, უფრო მეტი აი კიდევ გააჩნია რამდენი ფრენა მოგიწევს, ანუ არის თუ არა იმ ქალაქში საერთაშორისო აეროპორტი, რომელსაც აქვს გვინდა ევროპაში. ეგ ისეთ ქალაქში თუ ხარ, სადაც არ არის, ხო, ბილეთი შეიძლება იქით-აქეთ 1-2-3 ისე დაგიჭდეს, როგორც აღაფრენია. კი, ნამდვილად ეგრეა, ნამდვილად ეგ. აი კლივლენდში საერთაშორისო აეროპორტი არ არის მაგალითად. აი როგორც არ ვიცი, ჩიკაგოში, ნიუ-იორკში, მსგავს საერთაშორისო აეროპორტი არ არის. ეს ცალკე ხარჯი, ხარჯი დანაზოგი მაგისთვის. კი, დანაზოგი და რჩება რაღაც თანხა, რომელიც შეგვიძლია გამოიყენო, არ ვიცი, გართობაში, რაღაცების ყიდვაში, სახსრო რაღაცების შემატო პირობითად და აი ისიც შენი თქმის არ იყოს გამოცდები კიდე და ეს კონფერენციები კიდე ცალკე ხარჯია. რეზიდენტურა აი ამ ხარჯების რაღაც ნაწილს ანაზღაურებს. ხო, თავისთავად. და კი. ბოლო გადასახადი უფრო ნაკლები გაქვს როგორც რეზიდენტს ვიდრე იმას ხა, მაგრამ რაღაც შენი გადასახადია. კი, მაინც შენი გადასახადია კონფერენციაზე. ასოციაციების წევრობა რაღაცების უშენი ხარჯია. შენი ხარჯია, კი. ასოციაციების წევრობა ძირითადად შენი ხარჯია. მაგას ყოველ შემთხვევაში მე რა ინფორმაციაც მაქვს, იმ ინფორმაციის მიხედვით რეზიდენტურა მაგას არ ფარავს. ხშირად ფარავენ კლინიკა რა, სიტყვაზე. კლინიკა. კლინიკა რო დაგიფაროს მასე? დიდად არა. თავის კონფერენციას თუ დაგპატიჟებს იქვე თუ არის რამე. ვაუ. კონფერენციაზე როცა წარადგენ რაღაცა აბსტრაქტს, პოსტერს, კვლევას, ხშირად აფინანსებენ და ამას თავისთავად გიბრუნებენ. ეგ თავისთავად. კი, მაგრამ მაგაშიც მიდის ეს თანხა. ანუ ის რომ წარმოიდგინოს ასე ქართულმა სტუდენტმა რომ აი ფულის საკეთებლად ჩავიდე ამერიკაში, ამერიკელი ექიმების შემოსავალი ძალიან მაღალი, ოღონდ იმ ექიმობამდე ძალიან ბევრი ნაბიჯია რა და ბევრი წელი დიდი შრომაა რა საჭირო და აი მანამდე ხო რა, მასე მარტივად არ ჩანს რაღაცეები რა. ხო, ამიტომ სხვა мотиваცია რჩება მან წასწრელი რა, ну მედიცინით მიიღო რა სიამოვნება და ბოლომდე მედიცინაში გავა რაშიც ალბათ ხო რა, რასაც სხვა ქვეყანა ასე ვერ შემოთავაზ. მეც ზუსტად მასე უყურებ რა ხა, მასე გააჩნია ადამიანის მიზანი რა არის რა და რაშია ჩამოყალიბებული. თუ ადამიანის მიზანია ის რომ გარემოს დაეხმაროს, ასე ხედავს თავის როლს, გარემოს დახმარება გვჭირდება აქ საქართველოში და საქართველოში ექიმობის მაგალითად ჩემი ყველაზე დიდი აზარტი ის არის რომ აი რომ ხედავ რომ ამ რაღაცა დაულაგებელ რაღაცებში ცოტა რაღაცა შენი იმპაქტი აქვს რაღაცა გარემოზე ხო ეგ ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს რა მე ექიმობით აქ სიამოვნებას ვერ ხარ აბდეირამეს ექიმობით სიამოვნებას მასე ბოლომდე აქ ვერ მივიღებ გამორიცხულია და ეგ ჩემ თავთან მოგვარებული მაქვს ეგ ამბავი რომ ჯაბა მოდი არ გეწყინო სხვა რაღაცეებით მივიღოთ პროფესიაში სიამოვნება და არა იმითი რომ ექიმობა ვნახოთ იმიტომ რომ ეს აქ სხვანაირი საქმე იქ რასაც მიყვები ეგ არის საქმის სიამოვნების მიღება რა ფული შოვნა თუ არის მიზანი ფული შოვნა უფრო ეს რაღაცა არაბეთი და კლინიკა სადაც გახსნა ის და დუბაი და რაღაცა მაგეთ ქვეყნები სადაც ფული რაღაცა სიდანცვია მან უნდა წავიდეს ადამიანი და მან უნდა იშოვოს სიტყვაზე ფული რა ანუ წინასწარ უნდა ჩამოყალიბდეს ადამიანი აი რისთვის უნდა ამერიკა რა უნდა ამერიკასა და ამერიკაში რა უნდათ მე მისგან რა ნამდვილად და ფული შოვნა რა თქმა უნდა ამერიკაში შეიძლება და შენი თქმის არ იყოს იქამდე რომ მიხვიდე რომ იყო დამოუკიდებლად პრაქტიკოსი ექიმი აი ეს წლები გჭირდება რეზიდენტურის მერე შეიძლება ფელოუშიპის გააჩნია რასაპირებ, მაგრამ მე შეგვიძლია გააკეთო ბევრი ფული, დიდი ფული. ჩემთვის პირადად როგორ თქვა, ან აბსოლუტურად ნორმალურია და მესმის იმ ხალხის, მაგალითად, რომლებსაც უნდათ რომ ამერიკაში წავიდნენ ექიმებად მარტო ფულის აკეთება. ან მესმის, მართლა მესმის. არა, მეც არ გამოვიკითხავ მორალურად ასე ხო? კი, მაგრამ მაგამდე შენ თქმის არ იყოს წლებია საჭირო. შენ ინტერესდება, შენ რა თქმა ამერიკაში ყველაზე მეტად. იმიტომ რომ შენ ყავი პირფერობაში შენ ვიცი რომ არ ჩამომართო, მაგრამ მართლა გამორჩეული კურსზე და თლიანად იმ უნივერსიტეტში სადაც სწავლობდი. რა მე ძალიან თავიდან ვამბობდი რომ აი სპიჩი მოდი დავიმახსოვრებ ერთი მომოს და აი ხა კლინიკაში შენი გაგზელება კარიერის მაგას მეტყოლებს რომ ეგ სწორი გზით მიდიხარ რა და შენი ინტერესი რა იყო შენ არ იყავ ის ტიპაჟი რა და არც ხარ ის ტიპაჟი რომ ფული ვიშოვო ბევრი და მოდი მაგისტვის ანუ სხვა ინტერესები გაქვს ზუსტად ვიცი რა ანუ სხვა აზარტს ეძებ რა რაღაცეებისგან რა ვიდრე მაგეთ ბანალურ აზარტს მარტო და რა იყო ეგ მომიყევი აქ ვიცოდი რომ საქართველოში რეზიდენტურის ხარისხი არის
აი არ ვიცი უბრალოდ რა ვთქვა, ანუ არ არსებობს ფაქტობრივად რეზიდენტურა და აი რეზიდენტურის ნაწილი ტრეინინგის არ არსებობს და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი, რომ წავსულიყავი რეზიდენტურისთვის, მაგრამ თან ის აზრიც მქონდა, რომ რახან ამდენი ვიშრომე იმისთვის, რომ იქ ყოფილიყავი სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც ვიყავი მაგალითად, მინდოდა რომ ბოლომდე მიმეტანა ეგ საქმე და ბოლომდე წავსულიყავი ამერიკა იქნებოდა თუ ევროპა. უბრალოდ მე ისე გადავწყვიტე და ისე მიეწყო ეს გამოცდები, რაც ჩავაბარე USMLE-ზე ელაპარაკი, რომ საბოლოოდ ამერიკაში წავედი, მაგრამ აი ეს შეგრძნება მქონდა, რომ მინდა რომ მეტი ვნახო. მაგრამ აქ ახლა მე გაგიზიარებ რეზიდენტურის იმაში, ბევრი აფერი არ შეცვლა, ჩემ დროს 2 ეპიზოდი ჩემი რეზიდენტურიდან რა. რეზიდენტურაში არ ვიცი საჯაროდ მithkoms თუ არა, მაგრამ ვიტყვი. ძალიან ანუ არ არსებულია რეზიდენტურა რა. რეზიდენტურა ფულ საათს ვიხდიდით, ანუ საათს გეკუთვნის, ანუ შენ თქო ვერ დაიწყებ ეგ საბუთი გჭირდება, რომ პაციენტი მიიღო, ხო? თორე დაგიწახო ციხეში ხასე, არალეგალურად ხო ვერ მიიღებ. ამ საბუთისთვის გიწევს რეზიდენტურის გავლა. მაგრამ ხარისხი არის იმდან დაბალი, რომ ეგ რო ბეჯითად შეასრულო, ანუ იქნებ სულელი ექიმი რა, ანუ ვერ გამოხვალ ექიმი. ანუ მართლა აი ვინცაც ვინმე საწყენად კი არ ვამბობ, ანუ ორი სცენა რა, ანუ ორი სცენა კი არა, რა თქმა უნდა სცენა. რეზიდენტურაში მაგალითად გასტროენტეროლოგია ისეთი შეხება მქონდა, ენდოსკოპისტის ერთი კადრი მასოს, ენდოსკოპიაზე შევდივარ და რაღაც დილის 9 საათზე რომ მგონია რაღაც ხდება კლინიკაში, პირში სიგარეტ გარჭობილი, რა სტრატეგია აქვს გახსნილი იმაზე, კომპიუტერზე თამაშობს რაღაცას. აუ მეთქი ფულს ვიხდი ყველაფერი, მეთქი კარგად იყავს, ხელი არ შენა, ჩემთვის ვარ სადღაც რაღაც საქმეს გავაკეთებ ჩემს, ხო? გავაგზავნებ საქმე, პრობლემებს არ ქმნიდი არაფერს რა. გამოსებ ჩავა რეფერატს, დავწერ მეთქი ყველაფერს. მეორე კადრი და ეგრევე დემოტივირებული გავხდი რა, რომ მგონია რომ ექიმი რაღაც დილით ხოძზე უნდა იყოს და რაღაცა უნდა იმასქნას, რაღაც კაბინეტში რაღაცა მოძონძილი რაღაცა არის. მეთქენს რა, ასეთი ექიმი არ მინდა რომ ვიყო მეთქი, რომ უყურებ რა იმას. აქეთ გავიხედე მეორე იმაში შევდივარ შეიძლება კაი ადამიანი, მაგრამ რავი, ექიმი ძალიან ასაკ შესული, რომელსაც ნუ რაცოდა დაძორებული ცოდნა აქვს. 5 ფაქტიდან 3-ს არასწორს მეუბნება, იქვე ხვდები რომ არასწორს მეუბნება. რაღაცა გაზეთი გახსნილი იმ სოფლიო სპორტი თუ რაღაცა იმის აი მეთქი რა, ანუ ეს კლინიკა მეთქი, ეს ასე არ არის. და რეზიდენტურაში ვიყავი ასე რომ ქონდა დალაგებული ისე რომ აი რეზიდენტურაში მეთქი პრობლემა გამოცდა იქნება თუ რაი ყველაფერს დავაბარე მეთქი ცოდნაზე კითხვა პირიქით მე ვცდილობ რომ ვისაუბროთ ჩემს თავს მეთქი მე რამენაირად ჩემ კითხვა მიყვარს ძალიან აზარტული ვარ და ჩემით ვიზამ არ იდარდოთ ჩემზე მეთქი ფულსაც გადავიხდი და ყველაფერს გამოცდაზე გამოსვლი ლიცენზია მომეცით და ლიცენზია რო ავიღე საერთოდ გასტროენტეროლოგიას არ მივეცი ჩემ თავს უფლება რომ პაციენტი მიმეღო იმიტომ რომ ვიცოდე თვითკრიტიკის უნარი და ძალიან კარგი მენტორი რახა მყავდა ჰეპატოლოგიაში ღვიძლის და ჰეპატოლოგია გასტროენტეროლოგიის ნაწილია აქ ლიცენზიის დონეზეც და ღვიძლის პაციენტების მიღება დაიწყე იმიტომ რომ მენტორი მიმაგრებდა ზურგს და მენტორის გარეშე მედიცინა არ არსებობს ეხლა არ არსებული ასე თუ მარტო წიგნიდან პირდაპირ იმაში მისვლა პაციენტთან ძალიან რთულია დღემდე ასე სიტუაციაში არიან ეს პოდკასტები რო დავიწყე პირველივე თემა მიუძღვენი სტუდენტებს და ქართული ფაკულტეტზე და USMD-ის კურსდამთავრებული მყავდა საშინელებები მომხრენ და რა მაგრაგული დამწყდა რომ 12 წელი გავიდა და მართლა მე რო დავამთავრე 2011-ში მე მგონი და 2025 წელია და 14 წლის მერეც იგივე ისტორიებს რო ისმენ რა ვიცი მაგრად ეხავს ეგ ამბავი რა და ანუ აქ რაზე მწყდება იცი გული რომ ეს ექიმები თუნდაც ჩემი თაობის უფროსები რო ჩამოჯდებიან და საკუთარი წყალებში განათლებით რო აშანტაჟებენ ხალხს ეგ არის ძალიან დიდი უნამოსობა რო დასცინიან დასავლეთში მომუშავე ექიმებს რო იმას რაღაცა გაიგე ბჭო ის კი არის მარტო მარჯვენა ფრჩხილის ექიმია ის და მეტი მარცხენა ფრჩხილში რა ხდება ის არის ის თურმე ეგეც ძალიან დიდი უნამოსობაა იმიტომ რომ რასაც მეყვები ხა იმ მოცულობის ცოდნა შეგძინა მაგ სისტემამ უკვე ჯერ სად ახარ ცოდნის შეძენას 7000 fellowship უნდა გაიარო უნდა საერთოდ გადაწყვიტო რა გინდა მომავალში და ვერ იქ ზადაგზე კიდევ ცოდნა გააღრმავ ეხა იწყები დიაში იქ რა საქმის შესწავლას ეს ჯერ არის მოთელვა მედიცინაში და ამას აკეთებ კიდევ ერთი 6 წელი მართლა სწავლობ და ამას დასცინი შენ აქედან რა ეს მარტო ფრჩხილის ექიმია შენ სანამ დაივიწროებ იქ მასე მარცხენა ფრჩხილის ექიმი სანამ გახდები მანამდე აი ეს გაქვს გავლილი ყველაფერი გაქვს ნანახი და ყველგან ნამუშევარი გაქვს ან ისე უბრალოდ კინოში კი არ გაქვს ნანახი რა
და აქეთ ხედავ აქაურ განათლების სისტემას რა, მორღოლს, მოშილს. ხო და რა ვიცი, ეს სადღეგრძელოები და ეგენი აფუჭებს საქმეს რა, ეს კრიტიკა საერთოდ რატომ და წინდეს ვინმეს ეგეც არ მესმის რა, იმიტომ რომ რა ვიცი, რაღაც პრობლემა ხო უნდა თქვა რაღაცა, რომ პრობლემაა. რომ ქართული აკადემია სამედიცინო არ არსებობს. მოშლილია, საშინლად სწავლობენ აქ სტუდენტები და გაუმარჯოს ყველა იმ თითო ოროლა პატიოსან ჭკვიან ექიმს, რომელიც ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ შემორჩენილია და რომელიც მომავალში დაბრუნდება, ყველა მათგანს აქვს თავისით რაღაცა ნაწყვალები და სოდნა შეძენილი. მართლა ასია, აქ აი ვინც მოგეწონება ექიმი რა, მისი პროფესიონალი. რო ჩაიძო ყველა მოგყვა დაახლოებით იგივე ისტორიას რაც მე მოგიყევი. აი რა რაღაცა არსებობს ცალკე მენტორი ინდივიდუალური იმისგან რაღაცა ის სისტემური ცოდნა შენ რო გავალებს კლინიკის კლინიკა რო რაღაცები და უეჭველი რო იმას რო გაივლი რა იმ ასე ვთქვათ სწავლის ქარხანას რო გაივლი რო უეჭველი პროფესიონალი ექიმი რო დადგები აქ არ არის მას რა აქ სერიოზული პრობლემაა მაგ კუთხით. კი. და მაგიტომ არ უყურებ დიდად ტრაგიკულად შენაერ კადრების დროებით იქით წასვლას, იცი? იმიტომ რომ აქ არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთ კადრებს უბრალოდ აი სისტემა ვერ იყენებს, რა, გააფუჭებ. ანუ გამადახს უნდა აქციო, ახლა რაღაცა უნდა აქციო, რა, რაღაცა იმათ და რატო? ანუ არ არის ტრაგედია. ეროვნება არ დაგიკარგავს, სიყვარული აქაურობის არ დაგიკარგავს, ძალიან დიდ ცოდნას და გამოცდილებას შეიძენ და დაბრუნდები თუ არ დაბრუნდები, ეგ უკვე მარტო შენს პრეფერენციებზე არაა დამოკიდებული. ჯერ ერთი ცხოვრება ძალიან გრძელია. აქ ქვეყანა როგორი იქნება, ჯანდაცვის პოლიტიკა როგორი გვექნება, ხედვა როგორი გვექნება და როგორ გვექნება ხედვა, რატომაც არა, ბევრი ქვეყანა განვითარებულა მასე. რომ მოინდომს ქვეყანა რაღაცის განვითარებას, ვის უნდა დაუძღებს ცოდნას, სანამ ახლა აღარ შექმნილია ცოდნა რა. რაღაცა პენსიაში წავიდა ეგ პროფესორი, ვინც ამერიკაში მუშაობდა და უნდა თავის ქვეყანაში დაბრუნდება. შეუქმნელი პირობები დაბრუნდი, გააზრდებიდნენ ხალხი. ასექნა ბევრი თურქი პროფესორი ვიცი, ვინც თურქი პროფესორი, ვისაც პატივცემ, ყველა ამერიკაშია ნასწავლი და ასაკში დაბრუნდნენ, იმიტომ რომ მისცეს პული, დაბრუნდნენ და იქ რაღაცა სკოლას რაღაცა ცოტა სხვებისგან გამორჩეულები გახდნენ. შენ როგორ უყურებ მაგ პროცესს? ბოლოსკენ რომ ეგ თქვათ, მაინტერესებს შენი მასაზრებაც. ჩამოსვლას რაც შეეხება, ეხლა შენგან გავიგე ძალიან ბევრი სიახლე ქართულ რეზიდენტურაზე, რაც მართლა არ ვიცოდი. ვიცოდი, რომ ხარისხი მართლა ძალიან დაბალი იყო, მაგრამ აი ეს რაღაცეები, რაც თქვი, წარმოიდგინე ამ ქონდა ამას. ჩამოსვლას რაც შეეხება, გულწრფელად გეტყვი, რომ მაგაზე ეხა არ მაქვს პასუხი. ამ გადმოსახედიდან რას ვაპირებ და შენ თქმის არ იყოს აი სიყვარული, მონატრება, ნოსტალგია რასოს არ დამიკარგავს და კიდევ ერთხელ პირველი პრიორიტეტი ჩემ ტვინში ყოველთვის აი დანაზოგის თვალსაზრისით არის ხოლმე აქ ჩამოსასვლელი და დასაბრუნებელი ბილეთის ყიდვა. რომ ნახო ჩემი ოჯახი და ვიყო აქ. ხო და ამიტომ არ მაქვს პასუხი ზუსტად რა გეგმა მაქვს მაგალითად 10 წელში ან 15 წელიწადში. მაგრამ შენი თქმის არ იყოს აი მისთვის რომ მივიდე ის სადაც მინდა, ჯერ ეს სადაც ეხა ვარ არის მოთხოვა მაგისთვის. თუ გადავწყვეტ რომ სპეციალიზაცია გავიარო, მე უნდა გავაკეთო fellowship-ი, ან შემიძლია რომ გავაკეთო ჰოსპიტალის მედიცინა, შემიძლია გავაკეთო ამბულატორიული მედიცინა, შემიძლია ორივე ერთად გავაკეთო. მაგარი. კიდე ჯერ ამ პროცესში ვარ და ამის გადაწყვეტა. კი, მან თავარი არის იცი რომ აი მინდა რომ აი დამშვიდეს ის მაყურებელი, ვინც ამ შენს ვიცი ვერ ერყვა დავშვი სამედიცინოში ისე უყურებს და შეიძლება ეს სცენა წარმოიდგინოს რომ და ქართული ახალგაზრდები მიდიან. ანუ ჯერ ერთი გაბრაზებული არ მიდის არსად. ანუ არ მიდის ჭკვიანი ადამიანი, მაგალითად ამ შემთხვევაში სუკა ზაალიშვილი უკან მოუხედავ და საქართველოს დედავატირე და წავედი არა, ანუ მართლა რაციონალური გადაწყვეტილება იყო. იმიტომ რომ რასაც შენ იქ აკეთებ, კეთდება ის საქართველოში. ანუ პირიქით კითხვა შეგიძლია სისტემა შემოუგრო. აქ ვიქნები კაცო, გავაკეთე, მიდი, მანახე, აბა სტაციონარი სადაც გავაკეთებ. ვერ რას შემოგთავაზ საქართველოს, ვერ შემოგთავაზ მაგეთ სტაციონარს, რასაც იმას კლინიკის კლინიკაში და შან 0% შანსი რა არ არსებული. და ანუ წავიდა, იმუშავა და მე მომავალში რა იქნება, მართლა არ არის ჩვენსე ბევრი რამე არ არის რა და ჩვენ სურვილებზეც არ არის და მომავალში აქეთ დაბრუნდები არა, აქეთ და ვინწავა იქით და საერთოდ რა მოხდება იქ კაცომა არის ის და ჩვენ თავარია რომ ხედვა ჩამოვიყალიბოთ, ჯანდაცვა როგორიც წარმოგვიდგენია იქ ჩამოვიყალიბოთ, აფერისტი დავარქვათ და პატიოსანი დავარქვათ და დანარჩენი მე რაღაცეები ჭკვიანი ხალხით დაბრუნდება, როცა ამის საშუალება შექმნით და მაგათ ჭკვიანი ხალხი გაიზრდება კიდევაც რა. და მართლა ძალიან მიხარია, რომ კლივლენდის კლინიკაშიც ქართველი რეზიდენტია, იქაც რა ნიუ-იორკში ქართველს ეგინე ნახო, მაიამიში ქართველი ადამიანებს ნახო, გერმანიაში რა ბევრ
ქვეყანაში მყავს ზოგი ჩემი ნაცნობი, ზოგი მეგობარი, ზოგი ყოფილი სტუდენტი, რომ აი მე ამაყება ეგ ამბავი. იმიტომ რომ ხო რა დროებით გვიჭირს აქ ამ ტერიტორიაზე, მაგრამ ხვალ აღარ გაგუჭირდება და ეს ინტელექტი გვეგულება რომ რამე ხელის გაწვენაზე ყავს რა, იმიტომ რომ ქართულ სამეცნიერო სისტემას ფრანგი ვერ აწყობს რა, ისევ ქართველებმა უნდა აწყონ, რომელსაც ნანახი აქვს ბევრი სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო სისტემები რა. სუკა ძალიან დიდი მადლობა ჩვენი დღევანდელი საუბრისთვის. მადლობა შენ ჯობა, ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ, წარმატებებს გისურვებ შენს მომდევნო გეგმებში და რა ვიცი, დარწმუნებული ვარ რომ ყველა მათგანი ძალიან 100% სიზუსტით ასრულდება და შენ სახელს ბევრჯერ გაიგებს კიდევ ჩვენი მაყურებელი და ზოგადად ნებისმიერი ქართველი პაციენტი თუ არა პაციენტი. ეს ხო დოქტორ დეტერმინისტის პოდკასტის მე-11 ეპიზოდი, რომელიც ჩაწერილია სივრცე 13-ში და შევხვდებით 2 კვირის მერე 4 შაბათს. კარგად ვწანდებოდეთ.